2025 წელს რუმინეთში ქალაქ კლუჟში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი კლავჭიდში, სადაც ასპარეზობდა საქართველოს ნაკრები. ვიასპარეზე მეც 3 კატეგორიაში წლოვანებების მიხედვით და ჩამოვიტანეს 3 ვერცხლის მედალი. დავეუფლე 3-გზის ვიცე-ჩემპიონობას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ჩემპიონატი, რაც შეიძლება მოიძებნოს კლავჭიდის წრეში და საქართველოს ნაკრებმა იქ საკმაოდ კარგად იასპარეზა. მოვიპოვეთ ყველა კატეგორიაში გუნდური პირველობა და დავბრუნდით ჯამში 6-10-ით საქართველოში. რაც საუკეთესო შედეგია, რაც კი ნებისმიერ ქვეყანას უდესმე უჩვენებია კლავჭიდის ისტორიაში. ემოციებით ახსოვსე იყო ეს შეჯიბრი ჩემთვის, რადგანაც ორივე კატეგორიაში პირველი იყო ჩემთვის. ახალ კატეგორიებში მომიწია წელს ორივე კატეგორია იყო ჩემთვის პირველი, ამიტომაც ცოტა გაურკვევლობით მივდიოდი სულ, ამიტომ არ ვიცოდით რა დაგხვდებოდა, არ ვიცოდით როგორი სპორტსმენები დაგხვდებოდნენ, როგორი სტაჟი და როგორი გამოცდილები და პირველი წლისთვის როგორც სპორტული თვალსაზრისით რომ შევხედოთ ეს მედლები და ეს შედეგები ნამდვილად არ არის ცუდი და შეგვიძლია კარგ შედეგადაც ჩავთვალოთ, მაგრამ ჩემთვის ნებისმიერ სპორტსმენისთვის რომელსაც განვითარება სურს, არასდროს არ იქნება ერთი ან რამდენიმე მედალი, თუნდაც ვერცხლი ან ბრინჯაო, თუნდაც ოქრო საკმარისი, რადგანაც თუ სპორტსმენი ერთხელ მაინც დაკმაყოფილდა თავის ამ შედეგით, შემდეგ უფრო მისი განვითარება შენელდება და ასე რომ მეც არ ვაპირებ გაჩერებას, უფრო მეტ ვარჯიშს ვაპირებ, უფრო მეტ განვითარებას ვაპირებ, რომ უკვე მომავალ სოფლიო ჩემპიონატზე და მომავალ ევროპის ჩემპიონატზე უფრო მეტი და უფრო კარგი შედეგები დავბრუნდე საქართველოში. ჩემს ცხოვრებაში კლავჭიდი შემოვიდა წელიწად ნახევრის უკან. როდესაც თბილისში ჩავაბარე და დავიწყე ერთ-ერთ დარბაზში ვარჯიში, დავინტერესდი, დადიოდნენ კლავჭიდის ნაკრების წევრები, სოფლიო ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები, რომელიც შემხედვარე მეც დავინტერესდი ამ სპორტით, ძალიან ჩამithრია, მომწამლა ამ სპორტმა და საბოლოო ჯამში უკვე გავხდი კლავჭიდის დიდი ფანი და გულშემატკივარი. აქედან დაიწყო ჩემი ვარჯიში, აქედან დაიწყო ჩემი განვითარება იმ დარბაზში, სადაც დღემდე ვარჯიშობ და დღემდე ვითარდებით, როგორც მე, ისევე სხვა ევროპისა და სოფლიო ჩემპიონები. კლავჭიდი არის ძალიან განსხვავებული და ძალიან ლამაზი სპორტი ჩემთვის. შეიძლება ეს ერთი შეხედვით ასე არ ჩანდეს სხვებისთვის, მაგრამ როდესაც ამ სპორტში უფრო და უფრო ჩაერთვები და ნაბიჯებს გადადგავ წინ, უფრო და უფრო ჩაგითრევს და გაიგებ როგორი ლამაზი და რთული სპორტია, არაფერს არ ჩამორჩება სხვა სპორტებს. გვიწევს ყოველდღიური ვარჯიშები, როგორც ფსიქოლოგიაზე, ისევე მენტალური ვარჯიშები, ასევე დარბაზში ვატარებ ძალიან დიდ დროს. ეს ვარჯიშები შეიძლება გაგრძელდეს 5-6 საათი, რაც ნამდვილად დამღლელია და როგორც ყველა სპორტი კლავჭიდიც მოითხოვს იმას, რომ ბოლომდე იყოს სპორტში ჩართული, არ დაიხიო არც ერთ ნაბიჯით უკან და ყოველ დღე წინ გადადგა ნაბიჯები, რადგანაც განვითარდე და მოიპოვო ის მიიხვიდე იმ მიზნებამდე, რომელიც საბოლოოდ ჩათქმული გვაქვს, გახდი ჩემპიონი. ახლა ვარ 18 წლის, როგორც ახსენე ცხოვრობ ამჯერად თბილისში, სადაც ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე. ვარ მეორე კურსის სტუდენტი და ვცდილობ რომ არცეც ხარეს, არც სპორტს და არც სწავლას არ მოვაკლო ყურადღება და ორივე მხრივ განვითარო ჩემი პერსონა. გზავნილი იქნება ის, რომ ადამიანმა უნდა გაიგოს ის თუ რა უნდა ცხოვრებაში, უნდა სპორტით, უნდა ჩემპიონობა და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს, უნდა დაისახოს მიზნები და არა უცნებები, უნდა დაისახოს მიზნები და არა უცნებები და უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ თავის მიზანს მიაღწიოს. უნდა ისწავლოს, თუ საჭირო იქნება, უნდა ისწავლოს, თუ სწავლა იქნება საჭირო.